მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის განცხადებით ქართველი სტარტაპერები, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. როგორც ყობახიძე მთავრობის ხდომაზე განმარტა, პირველი 3 წლის განმავლობაში სტარტაპებისთვის ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას, განაცხადა ყობახიძემ. გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რასაც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯ-ეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება, განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაცია ითხოვს ომში დამნაშავე პირების გადაცემას. ეს კი ეროვნული ღალატის ქრონიკაა. ამის მიზანი კი 2008 წლის ომში რუსეთის გამართლებაა. ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის სამართლებრივი გამართლებაა. ამ ეგრეთ წოდებულ კომისიას 3 მიზანი აქვს. პირველი, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მწვავე კრიზისიდან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. მეორე, ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი იარაღი და მესამეა 2008 წლის ომის სამართლებრივი შედეგების რევიზირება, განაცხადა სანიკიძემ. ასევე პოლიტიკოსი ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე ქართული ოცნების გეგმებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკურ ოპონენტებს არ კრძალავენ. ქართული ოცნების რეჟიმი კოშმარია ქართველებისთვის და აგრძელებს გზას ავტორიტარიზმისკენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდსტატერი X-ზე წერს. ძალიან შემაშფოთებელი ამბავია საქართველოდან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატიდან. დემოკრატიულ ქვეყანაში არ ვაპატიმრებთ და არ ვავიწროებთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს. ქართული ოცნების რეჟიმი კოშმარია ქართველებისთვის და აგრძელებს გზას ავტორიტარიზმისკენ, წერს ევროპარლამენტარი. კანონის პროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგებნილ ამ ცვლილებას პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონის პროექტის ამოქმედებას მაუწყებლებისთვის უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვა მოჰყვება. აკრძალვა სოციალურ რეკლამებსაც შეეხება. უფრო კონკრეტულად, მაუწყებლობის შესახებ კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსებას სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება დაუშვებელი იქნება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მესამე საბოლოო მოსმენით განიხილა. ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენელთა მტკიცებით საქართველოს პარლამენტი აშშ-ის ფარას ქართულ რედაქციას იღებს. მათ მიერ ინიცირებული კანონის პროექტით სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. კანონის აღსრულება კი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს. საქართველოს ქალთა ნაკრები ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ევროპულ ჭადრაკში და მასში უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ. როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა განაცხადა, ევროპის ჩემპიონატი თითოეული მოჭადრაკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. აქ იბრძვიან არა მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის, არამედ მსოფლიო თასის საგზურებისთვისაც. ქართველ ქალებს დიდი ხანია დამკვიდრებული აქვთ წამყვანი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და იმედია, რომ ამჯერადაც ღირსეულად იასპარეზებენ, განაცხადა აკაკი იაშვილმა. 31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო ოპერირება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ. ავიაკომპანია British Airways ლონდონი, თბილისი, ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირ მიმოსვლა მნიშვნელოვნად ამცირებს
ფრენის დროს საქართველოსთან ბრიტანეთამდე და პირიქით. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღოდა ინტენსიური მოლაპარაკებები ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით წარმატებით დაასრულა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი დელეგაციასთან ერთად ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების მიწვევით ვენაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაფართოებული სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე. მონაწილეები გაეცნენ საზედამხედველო ორგანოს მიდგომებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, სადაზღვევო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს შედეგებს და არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ადგილზე შემოწმების პრაქტიკებს, საზედამხედველო ანგარიშების წარდგენისა და დამუშავების მეთოდებს, ბაზრის ზედამხედველობის და განცხადებების განხილვის მიმართულებით დადგენილ სტანდარტებს და რეგულირების ტენდენციებს, პრეს-რელიზის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსოფობიის მწვავე ფორმით დაავადდა. საუკეთესო წამალი უახლესი რუსული რაკეტებია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსომანიით მწვავე ფორმით დაავადდა. მკურნალობა სიმპტომურია, ტრადიციული მედიკამენტები ზოგადად არაეფექტურია. საუკეთესო თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა ძლიერი სედატიური საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას, როგორიცაა კალიბრი, ონიქსი, ისკანდერი და ძლიერი მრავალკომპონენტიანი ტრანკვილიზატორი ორეშნიკი. დაწერა მედვედევმა ტელეგრამ არხზე. პარიზის სასამართლოს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანების ლიდერი მარინ ლე პენი და 8 ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. გამოცემის ცნობით მოსამართლეს ჯერ არ უთქვამს, რა სასჯელს მიუსჯიან მარინ ლე პენს. შარჩან პროკურორებმა განაცხადეს, რომ ლე პენი სასჯელი არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ 300,000 ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და პატიმრობას და მას თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება 5 წლით უნდა ჩამოერთვას. ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან. ინფორმაციას მედია საშუალებების სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. უწყების განმარტებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს შიდა პროცედურების შესაბამისად ინფორმაცია წლიური ბიუჯეტის შესახებ საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი 2025 წლის ბოლომდე არ გადაიხდის მოსაკრებელს, სამდივნოს წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარი განიხილონ. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარის ფონზე რაკეტები მოამზადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, რომლის ცნობითაც აღნიშნულ რაკეტებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ პოზიციებზე თავდასხმის შესაძლებლობა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით გაშვებისთვის მზა რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებულია ქვეყნის მასშტაბით მდებარე მიწისქვეშა ობიექტებში, რომლებიც საჰაერო თავდასხმებისთვისაა შექმნილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად და რომ ჰამასზე სამხედრო ზეწოლა ეფექტური იყო. მზად ვართ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის ქვეშ და ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება. სამხედრო ზეწოლა მუშაობს იმიტომ, რომ ერთდროულად მოქმედებს. ერთის მხრივ ის ანადგურებს ჰამასის სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს და მეორე მხრივ ქმნის პირობებს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად, აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, საერთაშორისო და საშინაო დონეზე ზეწოლის ქვეშ ჰამასმა უნდა დაყაროს იარაღი და რომ მის ლიდერებს ეცემათ უფლება ტერიტორია დატოვონ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.